ჩვენი სტუმარია ბეჟან ჯავახია, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ჩვენ საუბრობდით ვიდრე დაიწყებოდა გადაცემა. მოგესალმებით ბატონო ბეჟან, რომ 37 წელი გავიდა ამ დღიდან. თითქოს გუშინი იყო და არასდროს ესეთი ცხადი არ ყოფილა მერაბ კოსტავას სიტყვები როგორც დღეს, რაც მან მაშინ თქვა. რომ გავა დრო და თავისუფლება ისევ დასაცავი გახდება თუ შეწყვეტ ბრძოლას ამისთვის. ხო, 37 წელი თქვენ ხართ ხელმომწერი დამოუკიდებლობის აქტზე, საიდანაც 35 წელი გავიდა. აი დღევანდელი გადასახედიდან რამდენად არის ეს ერთი თავი ისტორიაში მართლაც, რომელიც დღესაც ასე ჯაჭვური რეაქციით გრძელდება და ის სურათი, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ვის როგორ დახვდნენ მოქალაქეები, რას ამბობს თქვენთვის? მადლობთ მოწვევისათვის და მადლობა აკადემისთვის რომ ამ ფაქტს იხსენებთ, იმიტომ რომ დიდი ხანძლივი პერიოდი მივიწყებული იყო ყოველ შემთხვევაში როგორც გამარჯვების დღე და დამოუკიდებლობის დღე. და სხვა შორის ახლაც აღენიშნება როგორც გახსენების და ტრაგედიის დღე და თავისუფლებაზე არ არის საუბარი. ეს აშკარად მიანიშნებს იმის შესახებ, რომ მყარი არ არის, მტკიცე არ არის ეს თავისუფლება, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. ამის ეს ღიად ჩანს თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან დიდი შიში გააჩნია ამ ხელისუფლებას იმისაც, რაც ორივე დღეს მოხდა. პირველმა დღემ უჩვენა, ანუ 99 წლის 9 აპრილმა, რომ შეუპოვრობა ქართველი ხალხის ვებსაც არის იბრძოლოს. და იბრძოლა ხომ? და მეორე, როცა მან გამოაცხადა ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და განთავისუფლდით რუსული რეჟიმისაგან. ეს ხელისუფლება პირდაპირ ქადაგებს, რომ ვიყოთ რუსული მონობის მშვიდობის ქვეშ, თვითონ წარმოადგენს იმ რეჟიმს აშკარად ჩანს, როგორ ელაპარაკებოდნენ მას ყველანი ინციკიდგა. ხო, მოქალაქეთა ჯამი, ხო, ყველა. ის არის მდილი ჩვენთან მოსულიყო ან პატიაშვილი, ან შევარდნაძე, ან როდიონოვი, ან რაღაც ეგეთი ადამიანი და ახლა ესე გამოგხდა პრინციპში, როგორც მოიცა ამ წუთში ეს ბექა დავითულიანი ხომ ასეა. ესე ექსოდენ ის რუსი ჯარისკაცები ქალბატონებს, რომელსაც იგიდგნენ. სხვა რა განსხვავება, ისინი რუსეთის იმპერიას იცავდნენ და ასევე ეძაჭგურებოდნენ ქალბატონებს, რომ თვითონ თავიანთი ხელისუფლება მოეპოვებია ძალაუფლება ქონდათ საბჭოთა კავშირის სიძლიერე ყოფილიყო. ეს ისიც არის, ეს არის სხვა შორის ერთმა ჯგუფმა გააკეთა ესეთი სათაურით უნივერსიტეტის კულტურის კვლევის ინსტიტუტმა და ეს ძალიან სწორი არის. ტრამვა და ტრიუმფი. ამ ერთ დღეში ჩვენ შეიძლება ასე ავსახოთ, რომ ტრამვა და ტრიუმფი, მაგრამ ისიც რა, ეს ტრამვაზე მეტი იყო, ტრამვა იმიტომ არის, რომ ტრამვა არის, რომელსაც ახსენებენ ადამიანებს, მაგალითად, არ შეიძლება დავიწყოთ ჰოლოკოსტი, არ შეიძლება დავიწყოთ 11 სექტემბერი ამერიკელებმა. ჩვენც არ შეიძლება 9 აპრილის ეს დიადი ბრძოლა დავივიწყოთ, იმიტომ რომ ბატონი ზვიადი როცა დამოუკიდებლობას აცხადებს, პირდაპირ ამბობს, რომ ეს შეცვალა ქვეყანა 1989 წლის 9 აპრილმა იქ შეიცვალა ქვეყანაო და შემდეგში ამბობს, რომ ზეციდან დაგვხარიან სულები მათი, ვინც ეს გამარჯვება მოიგო, ამიტომ ვაღნიშნავ 9 აპრილს. გასაოცარი ამბავია. გასაოცარი ამბავი ის არის, რომ არც ერთი, აი ნახეთ, ჩვენ სისუსტეს ეს გამოხატავს მთელი ამდენი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ ერთ-ერთი დღე და ვერც მეორე დღე ბოლომდე ვერ შევიმეცნეთ, იმიტომ რომ ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება გესმით, აი ეს, იმიტომ რომ ეს შიში დაინერგა, ჯერ კიდევ რაღაცა არის, ესე იგი, ისევ მისწრაფება, როგორმე იმპერიათა შორის რაღაცა ლავირების მოპოვება, რაღაცა ასეთი სახის მოპოვება. მე მაინც გონია, რომ რუსეთი არც უხსენებია ყოველთვის. რუსეთს ვერ ახსენებდა, რუსეთში დაბრუნდნენ, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. აი ვილაპარაკოთ, თქვენ ვერ მეტყვით ერთ-ერთ სფეროსაც რუსეთი არ არის. მე პირდაპირ გეკითხები თქვენ. აი ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, გუშინ წელს დაამტკიცა, როცა მოვიდა ალიევი. ხო, ბიძინა მართავს ქვეყანას. მაგრამ რა მექანიზმებით მართავს ბიძინა ხელისუფლებას? რატო არა გაქვთ ეს კითხვა? რა მექანიზმებით მართავს? როგორ არა გვაქვს? მიპასუხეთ. რა მექანიზმებია? აი მაინტერესებს რა მექანიზმებია?
პირდაპირ რუსული მექანიზმებია ძალიან ცხადად რუსი არის ყველგან და რუსი მართავს და ბიძინა არის პირველი. აი ეს უნდა ვთქვათ პირდაპირ. ეს თქვენც ასე ხედავთ პროცესს? ასე არის, იმიტომ წარმოგიდგენთ რომ ბიძინა არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, ბიძინა არ არის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიღაც მინისტრი მას ემორჩილებოდეს. ან თქვენ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ზის იმ კოშკში და ფიქრობს ვინ დანიშნოს პრემიერ-მინისტრად? და რომელიც იარჩიოთ თან ირჩევენ ისინი ყველამიც რუსეთშია ნამყოფი და ვისი მითხევანდელი კობახიძეს და წინანდელი ხარიბაშვილი და ეს ყველა სულსაც რუსული ვარიანტიდან გადმოსული ადამიანები არიან. გესმით? ამიტომ ამბობ ჩვენ ვართ იქ, აი ეს არის ის რაც იყო დაგვაბრუნეს ამ წუთში, დაგვაბრუნეს იმ ხალხმა ყველას ნაწყენი ვართ, ყველა მინდა თქვას რომ ჩვენ შეგვეშლება, შეცდომოთ არავინ არა ვართ, ცვლილება უნდათ, ეგონაც უცებ ევროპა დავამყარეთ სოფლიოში, მივიღეთ დემოკრატიის პრინციპები გვაქვს და ახლა როგორც გადავირჩევთ, მერეც გადავირჩევთ და ვერ გადავირჩიეთ, მაგრამ ყველამ უნდა თქვას, ვინც თავისი კალმებით მივიდა იქ მაშინ, საკუთარი კალმებით, საკუთარ ამერიკული, ევროპული დახმარებით, აი NGO-ებმა და სხვა ორგანიზაციებმა მოიყვანეს ის, რაც მოიყვანეს, ხო? მოიყვანეს ყველაზე საუკეთესო, ასე ვთქვათ, დემოკრატულად მისულმა პარტიებმა, რომელიც მაშინ დადგნენ იქ. მოდით, მე არ საყვედურობ რასაკურველია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ეს აღიარება მოისმინოთ, რომ შეცდომა იყო. აღიარება მათ უნდა თქვან, რომ იყო შეცდომა, ბიძინა იყო რუსეთის კაცი. მაბადე რას აღნიშნავთ, თქვენ როდიონოვი ახსენეთ. ვინ ხელმძღვანელობდა ჯგუფს? ლებედი არ ხელმძღვანელობდა? ბიძინა რომ ლებედთან იყო იცოდნენ? იცოდნენ თუ არა? მე გეკითხავ თქვენ იცოდნენ თუ არა ბიძინა რომ ლებედთან? რამდენი წელი დასჭირდა მაგალითად რესპუბლიკელებს რომ გაეგოთ რა განათლება აქვს ბიძინას? ერთი წუთის არ ჭირდებოდა თორემ მისი განათლება. რას დავხარდით? რა მივიღეთ? სად მივედით? მაბადე იცით რა მდგომარეობა რას ხედავ მე? მე უფრო ძიმეთ ხედავ ამ მდგომარეობას. მაგალითად? ძიმე ის არის რომ იცით რა არის? ჩვენ აი 9 აპრილს არის ის და რაც დღესაც ვერ ვაკეთებთ 9 აპრილმა ესე იგი შეცვალა ის სიტუაცია რომ სტაგნაციიდან გამოიყვანა ქვეყანა. სტაგნაცია ნიშნავს იმას რომ მათ სიმშვიდე ეგონა თუ იყო ქვეყანაში. იყო საბჭოთა კავშირი რაც ყველა ბედნიერი იყო. ჰიმნებს ღეროდნენ, ქუჩაში დავდიოდით, შეიმოვდით რა დღესაც 1 მაისი 23 თებერვალი. აქ იყო ეს ქვეყანა. ჩვენი ინტელიგენცია მოსკოვში და მოსკოვის საბჭოთა კავშირის ახალხო არტისტები, საბჭოთა კავშირის აკადემიის წევრები. ეს იყო მათი ყველაზე მაღალი ტიტული. ისიც იბრძოდნენ, ეს შევცვალეთ. როგორი იყო ამათთვის რომ დაენგრა ის რაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. თავიდან ეგონათ რომ შეიძლება ვიღაც კეთილშობილ ადამიანს შევიდა კომპარტიაში, იმიტომ რომ იქიდან იბრძოლებდა, მაგრამ შემდეგში გაუტყვა და იქ შევიდნენ. არ გვანან ეს ადამიანები იმ ადამიანებს, აი იმ რუს ჩინოვნიკ ინტელიგენტ ქართულ თავადაზნაურობას, რუსის ოფიცრები გახდნენ და შემდეგ რუსეთს იცავდნენ. იქ დახაც ეგონათ რომ ის დიდება ჰქონდათ მათ. ამათაც ის დიდება ჰქონდათ. ერთხელ მაინც ჩვენ დავიჯექით და ვილაპარაკეთ ამის სახე. ჩვენ ვლაპარაკობთ, მე ამას რატო გეუბნე ისე ქალბატონო? იმიტომ ჩვენ ხშირად ვიკრიბებით ლაპარაკო და ეს ლაპარაკი აქ თავდება. ბატონო მესმის რას ამბობთ და იცით რა მინდა გითხოთ რომ აი დღეს კიდევ უფრო რთულად არის საქმე. თქვენ ახლა შედარება გააკეთეთ. არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როცა ასეთი ღია და გახსნილია დასავლეთი საქართველოსთვის. ეს პირველი შემთხვევა, ეს აბსოლუტურად ცვლის სურათს. თუნდაც არჩევანის იყო კომპარტიაში თუ იყო რუსეთის მონა და რუსული პოლიტიკის გამტარებელი. ეს შეიძლებოდა მართლდებოდა გარკვეულ ეტაპზე, იმით რომ ალტერნატივა არ იყო, არის საზღვარი ჩაკეტილი იყო, რკინის ფარდა იყო და ამას მარტო დისიდენტებს ყოფნიდა ძალა და მართლაც ეროვნულ გმირებს რომ ეს გაერღვიათ და ამის წინააღმდეგ ებრძოლათ. მაგრამ დღეს ეს კარი ღიაა. დღეს არჩევანი აქეთ ყოფნის და შე რომ მიათრევდე ამ ქვეყანას რუსულ ჭაობში არის სხვა არჩევანი. კიდევ უფრო რთული მგონია ისტორიის წინაშე. თქვენ ამას ასეთ უყურეთ. ეს პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ისტორიაში დადგა საგარეო კურსის ცვლილებაზე საუბარი და ეს გამოაცხადა რეჟიმმა, რომელიც ძალაუფლებაშია. სადავართ ჩვენ, იმიტომ რომ ნახეთ ამ სიტუაციაში, როცა მოსახლეობის უმეტესობას არ უნდა ეს ხელისუფლება, მაშინ რა შეასახმე? როცა ევროპა ჩვენთან არის, მოსახლეობას არ სურს ეს ხელისუფლება, მაშინ უნდა ამიხსნათ რა შეასახმე. მართლა შეუძლია რომ ჩვენ ახლა დავითულიანის თუ რა გვარია მის კუნთებზე ვარ დამოკიდებული და მისი კუნთების შეშინებული საზოგადოება, ეს საზოგადოება არა, სწორედ ამას შეასახმე რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა საბჭოთა ამ ადამიანების გონებიდან უმეტესობის მაინც რომ ვიღაცა მათთვის უნდა ებრძოლოს. არც იმიტომ ვამბობ რომ ჩვენ არ ვიხსენებთ ამ გმირებს. აი დღეს რამდენჯერ ახსენას ვიად გამსახურდია. რამდენმა ახსენ, ნახეთ, მე ვიყავ იქ და ყველაზე ამაღლებული დღე ჩემს ცხოვრებაში მაინც ის სიტყვებია, როცა მერაბ კოსტა ამბობს რომ აი ასეთი წუთი, რომელიც დადგა დღეს. აი მართლა გარინდებული იყო. აი ასე
ესეთი მაღალი წმინდა წუთები არ ყოფილა ცხოვრებაში. ეს არ ყოფილა. მეორე, ჩვენ შეგვაჩვიეს. შეგვაჩვიეს წინდანმაც არც ერთ მარ გააკეთა, რომ ჩვენ ლაპარაკობთ დღესაც. აი თქვენთან სტუდიაში სხვაგანაც ლაპარაკი არის იმის საკითხი, რომ სინდისის პატივრები დასაგებია. აი მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს მთავარ თემას, რომ სისტემას დაუპირისპირდა ეს ხალხი. არა, სისტემას კი არა. ჩვენ დაუპირისპირდით რუსეთის იმპერიას, გვინდა თავისუფლება. დღეს უნდა ლაპარაკია დემოკრატიის პრინციპებზე, ხომ? მაგრამ დემოკრატიისათვის ბრძოლა ისე ღირებული არ არის, როგორც არის ღირებულება თავისუფლებისათვის. ანუ თქვენ ამას აღიქვამთ ერთ სურათად, ერთ პროცესსაც, რომელსაც არ ქონია წვეტა. არ ქონია, თავარი რა არის, რომ თავისუფლების გარეშე. აი ნახეთ, ჰეგელი ნახეთ ვინც გინდა. რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი. თავისუფლების გარეშე მშვიდობა არის თავისუფლებაში. თუ დამპყრობილ ქვეყანაში ხარ, მშვიდობა არ მონობა ამაში ყოველთვის, ხომ? ამიტომ ეს უნდა გავმარტოთ, ძალიან გთხოვთ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხომ? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამიტომ ვიძახ. არა, იმიტომ რომ სულიად შევეჩვიეთ. ვისთვის დაიღუპა ეს ხალხი? ვისთვის დაიღუპა? აი ეს არის თავარი კითხვა. თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, და არა რომ მხოლოდ საბჭოთა სისტემას ებრძოდა. დისიდენტი, აი თქვენ რო იცოდეთ მათ სხვათა შორის მას შემდეგაც იბრძოლეს მოახერხეს იყავდათ გასწრების დისიდენტები რომ სისტემას ებრძოდნენ მაგრამ ებრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას ხო ნახეთ რომ რამდენმა გაუძლო ამ ბრძოლას არა თქვენ როგორ ფიქრობთ აი ხა იმ დღეებში თქვენ თვითონ ნახეთ რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნოღაიდელის ასე ვთქვათ ის ხო იყო იმ სისტემაში მონაწილე ასე ვთქვათ იმ წარმატების რომელიც ვარდების რევოლუციას უნდა ქონოდა მაგრამ იმის მოწინააღმდეგე რაც ვარდების რევოლუცია მიიღო ხო ასეთი იყო ჩვენ დროსაც ამას მოღალატე სხვა გზა აღარ არის ის ვინც რუსეთში წავიდა 2008 წლის შემდეგ რამის სათხოვნელა სინდრომ ტრები მაგრამ მთელი ასეთი არის ხო ბურჯანაძის პარტია რომელშიც ყობახიძე მამაც და შვილის ერთად იყვნენ თქვენ როდის გაგიკვირდათ როცა ამ ხალხს ხმას ვაძლევდით მე ვამბობ რატო ისიც რომ ჩვენ რომ ჩვენ ახალი დაწყებული ქონდა სისტემაში ჯერ კიდევ კომპარტია ითვლებოდა ღირებულად კომპარტიის წითელი ინტელიგენცია იყო, რომელსაც იდეები გვირგვინები ედგა და ვერ დაუპირისპირდა. კი არა, პარტია რომელიც გაუხმა სასამართლომ, მისაც რომ დაუჭირა მხარი მოსკოვის ბუის ამ პარტიის გაუქმებისათვის დღემდე ბრალს გდებენ რომ კომუნისტები პარლამენტად გაიყვანეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ეს დამნაშავეები არ უნდა გამხდარიყო არც ministrები, არც ministrების მოადგილეები, არც პარლამენტის წევრები. ლუსტრაციის კანონი ჭირდებოდა. დიახ, ლუსტრაციის კანონი დღესაც ჭირდება რა რომ პირდაპირ ლუსტრაციის კანონს არ მიიღოთ ის მაინც რომ ვინც საქართველოს წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა გადატრიალებაში იარაღი თუ ეს ადამიანის პოლიტიკაში აეგზავნოთ ყოფნა. იმიტომ რატო არ აეგზავნა? მაგალითად ვიღაცამ ბევრი ფული აიღო და ამბობს აეგზავნოს პოლიტიკაში ყოფნა, ხო? რაღაცა მეხთამეობისათვის ხოგებულ. ამისთვის რატო არ უნდა მიიღოთ? რატო უნდა იყოს გოგა ხაინდრავა დღესაც პოლიტიკოსი? რატო უნდა იყოს კიდევ ბევრი ვინე არ მინდა იქეთაც და აქეთაც იყვნენ ესეთი ადამიანები, ხო? ან სასწრაფისაწრებელი მე არ ვეკუთ იმ ადამიანებს, იყო ესეთი მოძრაობა პავლიკიანი მოძრაობა პელაგიანელი რომელიც ამბობდა რომ თუ იმეს ქრისტესთან შეეშალა უკან დაბრუნების უფლება არ აქვს მე არა ვარ ესეთი ადამიანი მაგრამ მინდა რომ ღიად ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით მათ შეეშალათ დაბადებით იყვნენ ესეთები თუ მესმის რას ამბობთ თქვენ ამბობთ იმას რომ რუსული რისკი არსად არ წასულა და შესაბამისად ინფილტრირება რუსული გავლენისა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო არის და იქნება ალბათ საფრთხე ამისთვის სახელმწიფოს უნდა კონდეს დამზღვევი მექანიზმები სხვა შორის ეს ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს რატომ ვერ მოხერხდა ეს ამ ქვეყანაში? ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე იყო, ძალიან ძლიერი იყო საქართველოს კომპარტია, იმიტომ რომ საქართველოს კომპარტია, საქართველოს არ იყო, რამდენად თქვი ესმე, საქართველოს არ იყო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო. ჩვენ ვიყავით ეთნიკური ერთობა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში. ამიტომ მთავარ ფიგურას კომუნისტების მთავარი ფიგურები იყვნენ კომუნისტი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და ასე შემდეგ, ხომ? და ამ ადამიანებს ვერ დაუპირისპირდნენ. და ვიღაცამ თუ შუშანიკი დადგან შუშანიკზე დაწერა ის იყო წმინდა ადამიანი და შუშანის განახორციელებდა, ხომ? ამიტომ ვერ აღმოჩნდა სწრაფად ბრძად არ ვიყავით, იცით? ჩვენ ხანდახან ტრაბახობთ იმითაც რომ ჩვენ აი კომუნისტები ყავდა ზოგმა გაამართლა და ჭიტანავა იყო მინისტრი, რამდენი მინისტრი ყავდა ბაკურგულვა ყავდა ჩვენს, იმიტომ რომ ცეცი არცედან არ მოიყვანდი, საზოგადო ვიცნობდა მათ, ხომ? მაგრამ ძნელი იყო ამის გაკეთება და ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, რასაკვირველია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე დღესაც ხვალაც უნდა გაკეთეს. მაგრამ ყველაზე მძიმე რა არის? იმას რა უდგას წინ რომ ერი არ გავზარდოთ იმაში მონობისთვისებაში. აი დღესაც გამოვდივართ ერთმანეთს პირველ რიგში ვეუბნებით რომ აი მათი სული შენდობისათვის და ტრაგედიისათვის რატო არ ვამბობთ გამარჯვებისათვის? სად გაქრა ის გამარჯვება? ეს იყო სხვა შორის ლოზუნგი გუშინდელი შეხვედრის საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ზუსტად ამ ლოზუნგით მივიდნენ 9 აპრილს
ადგილზე 9 აპრილის მემორიალთან გუში რომ ჩვენ გავიმარჯვეთ მაშინ გავიმარჯვებთ დღესაც ეს არ არის მხოლოდ ტრაგედიის დღე ეს არის გამარჯვების დღე ეს არის გამარჯვების დღე თან საუკეთესო რომელსაც ეშინია კოც დღეს ყველაზე მეტად ბრძოლით გამარჯვებისკენ და არა მონობით მოპოვებული გამარჯვებისკენ მაგრამ ჩვენ გვთავაზობდნენ მთელი თავადაზნაურობა წავიდოდნენ რუსეთში იმსახურებდნენ მოიტანდნენ ან ვარონცოვის დიდი სიყვარული ხომ ასეა ძალიან შორსმითი მაგალითად ბატონი გიავოლსკი ორივე თარიღს მოესწრო ორივე ჯერზე კომუნისტური პარტია და ახლა ქართული ოცნების წევრია ასე რომ მას არ შეუძლია შეხედულება ის არ არის ის კაცი რა გვარი ეს საბაჟოს უფროსი რო იყო ისიც იქ არის კახეთის გუბერნატორის ერთი პერიოდი ისიც არის ხო ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან ის არის ხო ასეთები ძალიან ბევრი არიან მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ მე როგორც ისტორიკოსი ვიყურებ რომ მე მჭირდება მამაცი ადამიანი რომელსაც ბრძოლა შეუძლია ხო მაინც თქვენ შვილი კაცო მანდა იცოდეს რომ ბრძოლა გამარჯვება შეუძლია მოუპოვებია გამარჯვება ხო თქვენ ამდენი წელი გგუნავდით ამ ადამიანებს იმისაც რომ ზვიად გამსახურდია სახელი დაივიწყებიათ მე კოსოვას ამისა დაუპირისპირეს კიდევაც ზვიად გახსოვთ თქვენ რომ როგორ არა ეს ცნობილი რუსული მეთოდია რუსული მეთოდია ხო მასე ეს ყველაფერი დაკარგულიყო ამათ ეშინიათ რომ თავისუფლების ეშინიათ რომ თქვათ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ეს იყო დიდი გამარჯვება რომელიც ვინ წაგვართა მთავარი მონაწილე ძალა ისევ იყო მათ მიერ შექმნილი პარტიები რომელსაც ზოგს ოპოზიციური და ეროვნული პარტიები ერქვა და ეს წითელი ინტელიგენცია მეხუთე კოლონა ეს იყო სხვა კი არავინ არ იყო დღესაც ეგ არის მეხუთე კოლონა დღესაც ეგ ადამიანები არიან მეხუთე კოლონა თუ ეს არის დაუჯერებელი რაღაცა სიახლე თქვენთვის და გაუგებროთ მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ მე მინდა რომ ჯეროდეს მეც ჩემს შულს ჩემს სტუდენტებს ახალგაზრდებს რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ეს არის გამარჯვების დღე ბრძოლის მოპოვებული ერთ რამე შეგახსენებ საპატრიარქოსგანაც მიყვის რომ როცა ამბობენ ტრაგედიის დღეა მაგრამ როდის აღნიშნავენ ღვთისმშობლის დღესასწაულს ღვთისმშობლის მიძინების დღეს ესე იგი ეს არის ყველაზე მთავარი გამარჯვება მიძინების დღე არის დღე წმინდა გიორგის წამების დღე არის გამარჯვების ანუ აღნიშნავს მას ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედიის არ გამარჯვების დღეა ამას გულისხმობ აპრილსაც ამას გულისხმობ ამ პარალელს ავლეთ სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის თავდადება არის გამარჯვება ჩვენ ხო ყველანი ცხოვრობთ ჩვენი სიკვდილისათვის და ეგ არის თავი გამარჯვება ეს არის პროცესი რომელიც უნდა ესმოდეს ყველაზე მეტად ეკლესიას რომელიც მაინც ვერ გაიგო და არც ეს შემთხვევაში ვერ დადგა იმ სიმაღლეზე რომელსაც ჩვენ გვჭირდებოდა ერთად შემთხვევაში ვერ იყო ჩვენთან ჩვენ ბრძოლაში არ იყო ხშირად აი თქვენ რასაც ამბობთ ახლა ზუსტად რა განწყობითაც ამბობთ ამ ყველაფერს მე მაყურებელს ვეტყვი რომ 1999 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ყველაზე პატარა გმირის სახელი და გვარი 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის სახელი და გვარი ყველა მიცის და მის დღიურში დედამ იპოვა ეს ფრაზა მისი ბოლო ჩანაწერი ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს წერდა ეს პატარა გოგო 16 წლის ასაკში და ეს იყო მისი ბოლო ჩანაწერი და ხო ამ ხალხს ყველაზე პატარასაც გათვითცნობიერებული ქონდა იქ დგომის არსი და შინაარსი ეს არის საკთავარი იქ ხომ ადამიანები არ მოხვედრილან მყისიერი საფრთხის ქვეშ ამ ადამიანებმა გააცნობიერეს სად დარჩნენ მათ ნახეს ნიჩბიანი შეიარაღებული ჯარისკაცები და მათ აწონეს რაიდო სასწორზე მათთვის და იქ დარჩნენ იმ ღამით ხო ამათ შეეშინდა და თინაინუქის სახელი წაშალეს დღეს დია თინაინუ ისეთ არის აი ასეთი რამ არის საფრანგეთში მაისის პირველ კვირას აღნიშნება ჟანა დარკის დღე ისე მფარველია და როცა გერმანული ბეზაცუნ დაპყრობა იყო მას სპეციალ კორდონში მოაქცეს ჟანას ზეგლი რომ არ მივლენ ფრანგები და აი დილით რომ ნახეს რომ თეთრი ვარდებით შემკობილი იყო თქვენს რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ ფრანგებს იბრძოლებენ და გაიმარჯვებენ მე მინდა რომ აი სანამ მიდის იქ ადამიანი მაგრამ ესმის გამარჯვებაც აი ეს მინდა ვთქვა რომ ჟანა დარკის იყო გამარჯვების მომპოვებელი და რომ მხოლოდ ტრაგიკული გმირი აი ეს გვინდა იმიტომ რომ აი ეს კაცი გონმა ჩვენ სახელმწიფო არა თავარი რა არის ბიძინა ივანიშვილი მოსვლის პირველი დღიდანვე მის ყველას უნდა გაიგო ქალბატონ სალომესაც დიდი პატრიოტიზმი ჩემი დღევანდელი პოზიციისათვის მაგრამ მასაც უნდა გაიგო რომ ბიძინა მოვიდა ერთადერთი მოტივით რატო ჩამოასახლა ის იმ სასახლიდან ქვემოთ ნუ ვერ მიხვდა ქალბატონი სალომე რომ ის სხვა სასახლე იყო და სიმბოლო იყო ეგ სხვაგან არის იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ წმენა იმის რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება ჩვენ შეგვიძლია თავისუფლება აი ამისთვის ვთხოვთ რომ ყველა უნდა ეს სტუდიები ხომ თქვენ ამდენი წელი აკეთებთ კარგ საქმეს მაგრამ მე ვამბობ რომ ჩვენსა მივიდოდით საბჭოთა პერიოდში სტუდიებში იქ შემდეგში უკვე მეტი ქმედება იყო სიტყვას მეტი ძალა ქონდა ნახოთ სიტყვა ახლა ბატონო ბეჟან რომელსაც ძალა აქვს ძალიან 37 წლის შემდგომაც ეს არის მერაბ კოსტავას 9 აპრილს ნათქვამი ისტორიული სიტყვა მოდით გავახსენოთ მაყურებელს
საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ბრაში პირველად ასა შაქრული ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ღვთის წინაშე. ძალიან წინასწარმეტყველური სიტყვაც არის რომ აი ამას მოყვა ის გამარჯვება. მე ვამბობ რომ ნახეთ ამ ორი ადამიანის თან აი ესე ტანდემის ზვიადის და მერაბის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიკვირდა როცა მერაბი გარდაიცვალა ბატონი ზვიადი ხო ძალიან დამწუხრებული იყო, მაგრამ თან შეეცადა რომ ყველაფერი გააკეთო მთაწმინდა დაესაფლოდა. მე მაშინ ვთქვი რომ ზვიადმა ამით ეროვნული მოძრაობა იყონა ყველაზე წმინდა პედესტალზე რომ აი მერაბი სადაც არის იმ სიმაღლეზე უნდა იყოს მოძრაობა და ეს არის ყველაზე წმინდათა წმინდა საქმე. მე მინდა რომ დღეს ჰეროიკის დრო არ არის. მაგრამ უნდა დაუბრუნდეთ ამას რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება, ჩვენ ეს გამარჯვებით მოვიპოვეთ და ჩვენ უახლოეს ხანებში 35 წლის წინ 37 წლის წინ ყავდა გმირები, რომელსაც შეძლეს თავდადება. ამიტომ ეს ყველას უნდა ესმოდეს, მით უფრო როგორც ჩვენ ვძანეთ, დღეს ძალიან გახსნილია ჩვენთვის ევროპა, რომელიც ჩაკეტვას ენიშნულობენ. ესენ პირდაპირ ისე ვიქცევიან, როგორც იქცევდნენ მაშინ ბოლშევიკები. მაგრამ ქართველი ხალხის ინსტინქტი სად არის თავისუფლების ვიწრო გზა სად გადის და იქ მტკიცედ დგომა, მგონია რომ ახლაც ჩანს 500 დღე იქნება შაბათს, როცა რუსთაველზე უწყვეტი პროტესტია და ეს სიმბოლო არის მამუკა ტერაშვილის დედა. ნამდვილად, რომელიც მთელი ღამე გუშინ ადგილზე იყო. დედამისმა თქვა იმ დღეს რომ გიორგი ამბობდა მე ჩემი ძმის მოპოვებული სისხლით მოპოვებული თავისუფლებას არავის არ დაუთმო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ისტორია უნდა გვახსოვდეს და კიდევ რეჟიმზე ყველაფერს ამბობს ის ფაქტი რომ დღეს ის ციხეშია და პირდაპირ ამბობს აი გამოკეთილად ერთდროულად ის ვერ გოცეცხლად მშობლებიც იბრძოდნენ თვითონ ესეც არის ეს მთელი გაგრძელებითი ისტორია ძალიან ბევრი მიხვდება კიდევ სულსხოლია მარტო სისტემას ერთვის არა ჩვენ ვირთვით თავისუფლებისათვის რომელიც უნდა დავიმსახუროთ ჩვენი წმენით და სიყვარულით